ჯონჯოლი, ეს ამ წლის მოსავალია. ეხლა უკვე ეს გაჩერებული იყო მარილწყალში, ამოვწურე და ეს ეხლა ჩვენ ამას შევკმაზავთ, ეხლა საჭმელად ძალიან გემრიელია, უკვე თავისი სიმჟავეც მიღებული აქვს, მაგრამ ქილებში უნდა მჭიდროდ, უნდა ჩაიტენოს, კარგად დაეპრესოს ან ხის ყოფზით, ან პიურეს ჩასამჭლეტი ჯოხით, კარგად მჭიდროდ დაისხმება მარილწყალი და უნდა დაიდგას ჯამებზე, იმიტომ რომ როდუღს ქილიდან გადმოდის წყალი და აუცილებლად უნდა შევსება, თორემ წყალი თუ დააკლდება, ზემოთა ნაწილი ფუჭდება. აი ჩვენ ახლა ამას შევკმაზავთ. ეს არის უგემრიელესი, ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ ზურა როგორა? რო იტყვია? ჯონჯოლივით კაციაო, იცი? კი, როგორ არ ვიცი. სუფრაზე თუ არ არის, არ მოიკითხაო და ისე გემრიელიაო. ნახე რა მის სილამაზე ყვავილია. ძალიან. შეხედე როგორ. და ბუჯგზე რო ყვავის გადმოკურწიელებელი. იცი რა მე ერთი ძირი მაქვს არ უკრებ მენანება მოსაკრეფად და დეკორატიულად სანახავად ამის სილამაზე არაფერს არ აქვს. ველურად იზრდება. ცხავათის ტყეში, მშვიდობაურის მხარეს, იქით ოროკის მხარეს. ჩემს კუთხეში ჩამოსიძებულია ერთი იმერელი კაცი, ზურიე სისვაძე, საყვარელი, ძალიან კეთილი, წესიერი ადამიანი. ჩვენი თვალია, ჩვენი კუთხის და ძალიან ყოჩაღი. იმ ზურია სისვაძე მოიტანა ჩვენთან ჯონჯოლი, დადიოდა და მოქონდა, იმერული ამბავია უფრო. აქეთ ქართლში, სოფლებში ყველგან აქვთ ეზოებში. აჭარაშისაც ჩაქვის თავი ზემოთ, ხეობებში. კოლხური მცენარეა, სტაფილია, კოლხიკა, ქვია მარტო ჩვენთან იზრდება, არსად არაა საქართველოს გარდა ველურად. და ახლა შენ უფრო გეცოდინება, ამბობი რომ მარტო ჩვენთან იყენებენ საკვებად. კი ბატონო, მართალი. მე რომ გერმანელმა ექიმმა კიტრის წნილი გამომიწერა, გახსოვს რომ მოგიტევი? კი. იმ ექიმმა ამიხსნა ერთხელ სტატია მომცა ფერმენტირებულ ბოსტნეულს. აჰა. და მე იმას ჩაუტანე საჩუქრად 1.5 კილოიანი ქილა კაცი კინაღამ გაგიჟდა. ისეთი სიამოვნებით მითხრა რომ ეს არის წამალი. ყველა ადამიანმა ფერმენტირებული ეს ყვავილი მით უმეტეს როცა ადგილობრივია უნდა მიირთვა. ой, რას ამბობ? აი ახლა წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი წავაყარე ამ წითელ ხავთან ერთად და ახლა ამას დავასხამე კახურზეც. ხო გიყვარს ზეთია? გიჟდები. უგემრიელის არა ზოგს არ უყვარს ეს მზესუმზირი ზეთი, ნამდვილ დაინახე. როგორ მზესავითა. და ნახე რა სუნი აქვს. სასწაული. რა კაია. ძალიან, აი ამას ახლა დავასხამე. ერთი ჭიქა იყოფა მაგას. კი, აბა რა. ბევრიც არ უნდა, ხა ნახე. პირველად ამ ზურია სისვაძესთან გავიცანი. ჩემს ოჯახში არასდროს არ დამჟავებულა. ასე ეს უკვე გაშლილი ყვავილია, ახლა წვიმები იყო და ვერ მოუკრიფეთ. მეზობელმა მითხრა, რამდენიც გინდა მოკრიფე, მე მაგის თავი არ მაქვს და მოუკრიფე და ჩვენთვისაცაა და მისთვისაც საკმარისია. ბევრი აქ აგერ გობეებთან აქ ჩაყოლებული. ეს ახლა უკვე გაშლილია. უფრო ჯობია კვირტების მომკუნწული. მორჩა ზურა, თუ გასინჯავ, კაი. გავშინჯავ არას ვიზა. აბა ნახე, თუ მეტყვი მარილს მიუმატებ. აია. არ უნდა, ხო არ უნდა მარილი? არაფერი არ უნდა. ცოტა ზეთს მივცემდი მე კიდე. მე დავამატოთ. იცი რა ზოგს არც უყვარს ზეთიანი და. იცი რა სამთარში მობეჭდილი არ მიყვარს და ახლა გიждები ახალი რომ არა, კაი რა. ძალიან. იწითელი ხახვის სასწაულია. ჯონჯოლი ვიცოდეთ ყველამ რომ ჩვენი სამზარეულოს მშვენება და მარტო ჩვენთანა. არსად არ ჭამენ ჯონჯოლს ქართველების გარდა. და ერთ-ერთი სამკაულია ჩვენი სუფრის.